არის წარმოუდგენლად დიდი ბოროტება, რაც შეიძლება ადამიანმა გაუთუცნობიერებლად ჩაიდინოს, იმიტომ რომ ამ ბოროტებას ეწირება ცოცხალი ორგანიზმები. ჩვენ ცოცხლად წვავთ ცხოველებს, ფრინველებს, მათ კვერცხებს, არაფერს არ ვამბობ მიკროორგანიზმებზე და იმ ცოცხალ გარემოზე, რომელიც მთლიანად ნადგურდება. ანუ ეს არის უმძიმესი, ასე ვთქვათ, დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა მოიმოქმედოს ცოცხალი არსებების მიმართ. რა თქმა უნდა, ამას აქვს კიდევ საკმაოდ დიდი პრობლემები. პირველ რიგში გამოვყოთ უსაფრთხოების პრობლემა, იმიტომ რომ ეს ემუქრება ჩვენ რომ ცეცხლით აუკიდე საკუთარ ტერიტორიას და თავი მიანებე ან არ მიანებე თავი, მაგრამ სრულად დაუცველი სიტუაცია შექმენი ხანძრისგან, ეს დაემუქრა შენს მეზობელს, მის ხელთ არსებულ სხვა აქტივებს, შეიძლება იყოს სასამეურნეო ნარგავები, შეიძლება იყოს სახლი, კარი, ნაგებობა და საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა, ველურ ბუნებასაც, იმიტომ რომ როგორც წესი, ყოველწლიურად ასობით და ათასობით ჰექტარზე ნადგურდება ქარსცავის ზოლები, ტყის ხანძრები, როდესაც ჩვენ გვაქვს ტყის ხანძარი, მაშინ გვახსენდება, რომ ამ ხანძრის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის დაუდევრობა და ხშირ შემთხვევაში განგებ ხანძრის გაჩენა და ამას მამაღლა ვაცხადებ და მათ შორის საჯარო უწყებებიც აცხადებენ, რომ ეს ხდება. ანუ უსაფრთხოების უზარმაზარი პრობლემაა, რომელიც შეიძლება, ცოცხლის რისკადაც კი ჩამოყალიბდეს და დაგვიჯდეს, ხო? რა თქმა უნდა ვთქვათ ასევე ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც ხანდახან არც ჩანს. იმიტომ რომ ერთი მხრივ გასაგებია ჩანს, რომ გადაიწვა ტყე, გადაიწვა ვენახი, გადაიწვა რაღაც შენობა, ნაგებობა, გადაიწვა ქარსაცავი ზოლი, მაგრამ როცა არც არაფერი არ იწვება. ამ შემთხვევაშიც კი ძალიან დიდია ეკონომიკური ზიანი, იმიტომ რომ რეალურად იწვება, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ, იწვება ის ასე ვთქვათ, მიწა, რომელიც არის ჩვენი შემოსავლის წყარო, ანუ ჩვენი ფული იწვება რეალურად. საკუთარ კეთილდღეობას უკიდებს ცეცხლს ის ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს და ის შეგუებულია უბრალოდ მის სტანდარტი ძალიან დაბალია, რომ ძალიან მწირი მიწა აქვს, ძალიან ცოტა შემოსავალი მოყავს, ძალიან მცირე შემოსავალი აქვს და სიღარიბეში ცხოვრობს. სამწუხაროდ ის ამას შეგუებულია და კიდევ სამწუხაროდ დიდხანს უნდა იყოს ამაზე შეგუებული, იმიტომ რომ თუ კი ამ ასეთ მავნე ტრადიციებს გააგრძელებს, ამ სიღარიბიდან ვერ ამოვა, ხო? ის მიწა ვერასოდეს ვერ გახდება უხმოსავლიანი, თუ ჩვენ ყოველწლიურად გავანადგურეთ ეს ცეცხლის წაკიდებით. ისე რომ ძალიან კომპლექსურია პრობლემა, ეს მოდის ყველაფერი მავნე ტრადიციებიდან და საჭიროა ძალიან ქმედითი ზომების მიღება, პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ.